როგორც თქვენთვის ცნობილი არის, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი წარმოადგენს აბასთუმანი და აბასთუმნის განვითარება. დღეს ჩვენ მორიგი ვიზიტი ჰქონდა აბასთუმანში. პირველ რიგში დავათვალიერეთ საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით მიმდინარე სამუშაოები აბასთუმნის შემოვლით გზაზე. იყო გარკვეული შეფერხებები, პრობლემები. ჩვენ ორ კომპანიასთან გავწყვეტეთ ხელშეკრულება, რომელიც აწარმოებდა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობას და დღეს უკვე ახალმა კომპანიამ მიიღო აღნიშნული დავალება. ჩვენ შეგვიძლია დღეს უკვე თამამად ვთქვათ, რომ 2027 წლის შემოდგომაზე ეს გზა დასრულებული იქნება 17 კილომეტრიანი მონაკვეთი, რაც საბოლოო ჯამში ბაღდათის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებას უკვე მთლიანად უზრუნველყოფს და იცით, რომ გასულ წელს დასრულდა 14 კილომეტრიანი მონაკვეთი ბაღდათის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მართლაც. ურთულეს რელიეფზე მიმდინარეობს სამუშაოები. ამავე დროს ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ბუნებას და ეკოსისტემას, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის აბასთუმნის და ზოგადად ამ მხარის ერთ-ერთი უდიდესი სიმდიდრე. ჩვენ დღეს ასევე ვისაუბრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარალელურ რეჟიმში დავიწყებთ ტყის აღდგენის, სადაც ეს დაზიანებები მოხდა, ტყის აღდგენის სამუშაოების დაპროექტებას და უკვე განხორციელებასაც. ასევე ჩვენ დავათვალიერეთ ობსერვატორიასთან მიმავალი გზისარეაბილიტაციო სამუშაოები. აქაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და იმედი გვაქვს, რომ უკვე წელს ეს პროექტი დასრულდება. ასათიანის ქუჩაზე ეწყობა ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა და ასევე იცით, რომ საზოგადოების ცნობილი არის, რომ ჩვენ აბასთუმნის ურბანული განახლების პროგრამის ფარგლებში ახალი ტენდერი გამოვაცხადეთ, ყავს გამარჯვებული. ამჟამად მიმდინარეობს აქტიურად დაპროექტების სამუშაოები და მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად დაპროექტდეს შესაბამის სპეციალისტების ჩართულობით და შემდგომში უკვე დაიწყება აქტიურად აღდგენითი სამუშაოები და როგორც ყოველთვის მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს ხარისხიანად, იყოს ხანმედეგი და გაუძლოს მრავალ ათეულ წელს. საბოლოო ჯამში ჩვენ კერძო სექტორთან ერთად, რომელიც ასევე აქტიურობს აბასთუმანში და იცით, რომ ბევრი ტურისტული ობიექტი შენდება, მივიღებთ ძალიან მაგარ დასასვენებელ ადგილს, ძალიან მაგარ ლოკაციას ჩვენი ქვეყნისთვის, არც თუ ისე ახალ, მაგრამ განახლებულ ტურისტულ ცენტრს და მინდა კიდევ ერთხელ შემთხვევით ვისარგებლო და ქართულ ფონდს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი. ძალიან დიდი ინვესტიცია განახორციელა აბასთუმანში იმისთვის, რომ ეს კურორტი ამ კურორტს დაებრუნებინა და ახალი სიცოცხლე შეეძინა ზოგადად ტურისტული თვალსაზრისით.